დიახ, თემა ძალიან არასასიამოვნოა, რადგან ახლა ვსაუბრობთ, თუმცა ბევრი ვიფიქრე ამ 2 დღის განმავლობაში და მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ძალიან უჭირს ქართულ ოცნებას იმ პროტესტის დამარცხება, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს უკვე 600 დღეზეა, დღეზე მეტია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობს ნიველირება გაუკეთოს ამ პროტესტს, გააუბრალოს ის და დაიყვანოს 150 აკაცუკამდე, სინამდვილეში პროტესტი ძალიან მძლავრია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის არ წყდება და 600 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაში არის. არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა დღეს, რომ ქუჩაში არ არის 100,000-ობით ადამიანი, ის რაოდენობა, რაც მუდამ გამოდის, გამოხატავს ჩათვალეთ უდიდესი უმრავლესობის აზრს. ამიტომ ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია ამ პროტესტის და ის რაც მან დაანონსა გუშინ არის მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური გაგრძელება იმ ინიციატივისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ. მე ვგულისხმობ Screen-was-Scroll-ის დეპარტამენტს, რომელიც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამით შეიცადნენ რაღაც კიდევ დაერთხათ პროტესტისთვის, დაერთხათ იმ კრიტიკისთვის, რომელიც ყოველდღიურად ისმის სოციალურ ქსელში და როდესაც შედეგი ვერ გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა გენერალ-მაიორმა მდინარაძემ იმის შესახებ, რომ აი შემცირდაო რაოდენობა აი ამ კრიტიკისო და აი ამ სიძულვილის ენზე სინამდვილეში არაფერი შემცირებულა და დღეს ჩვენ რომ გავიგეთ აი ამ ძალადობრივი დაჯგუფების შექმნის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელება არის ლოგიკური ამ კამპანიის, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს და ცდილობს გაახსნას და მოკლას პროტესტი. ეხლა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ეს ჯგუფი დაიწყებს ფუნქციონირებას, დღეს ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ცივილი დაიწყო ბულინგთან დაკავშირებით ამ ლიდერმა ამ დაჯგუფების და ბოლოს განაცხადა კიდევაც, რომ ჩვენი მიზანი ძალადობა არ არის, რომ ვნახოთ როგორ გააგრძელებს თავის საქმიანობას ეს დაჯგუფება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ესენი მაინც ასე ვთქვათ ამ თავის ინიციატივებს განახორციელებენ და შეაცავენ ხორცს, მე ვფიქრობ, რომ ისინი ითანამშრომლებენ პირდაპირ Screen-was-Scroll-ის სააგენტოსთან, საიდანაც მათ მიეწოდებათ პირდაპირ მისამართები, სკრინები და დავალებები, ასე ვთქვათ, ხო? ანუ სამიზნეებს შეურჩევს თავად მდინარაძის თუ რა ქვია მისია ეს უწყება, არა მდინარაძის არა შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნილი Screen-was-Scroll-ის მოხდება სამიზნეების შერჩევა და მერე მათზე მაგალითად ის რაც ვნახეთ კომიკოს ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებით, ხო? კი ბატონო, გაცხადებული აქვს უკვე იმ თავის პრესკონფერენციაზე ქართველი შვილმა განაცხადა, რომ აი მასთან ერთადო კიდე ვიღაცების სტუმრები რო იყვნენ, იმათ ბოდიში უნდა მოიხადონ, ხო? ანუ პრინციპში უკვე შერჩეული ყავთ შემდეგი სამიზნეები და თუ გაბედავენ მოქმედებას, ვფიქრობ, რომ ეს დარტყმები ძალიან მალე განხორციელდება. თუმცა მე მინდა აღნიშნო, რომ საზოგადოების რეაქცია ნამდვილად მათთვის მოულოდნელი იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ საზოგადოება ხალხი შეშინდებოდა, გაჩვენდებოდა, დაიწყებდა რაღაცა თავში ხელების შემოხლას, რომ ვაიმე ეს რა გვესწრება და ასე შემდეგ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირდაპირ რუსული ინსპირაცია, ეს კადიროვშინა, ეს დაჯგუფება, რომელიც შეიქმნა ამათი ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ არის, ეს არის ზუსტად ის, რამაც მოუკანა წარმატება რუსეთს, მოდით ვთქვათ, ჩეჩნეთში, ხო? ჩეჩნეთში ყველაზე ცხადად და ეფექტურად იმუშავა ასეთმა დაჯგუფებებმა, სპორტსმენები იყვნენ თუ ბოევიკები თუ ასე შემდეგ თუ მათი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაერთიანებულები, აი ჩეჩნეთში ყველაზე ეფექტურად იმუშავა და ვფიქრობ, რომ ესეც copy-paste-ით გადმოტანილი სქემა არის, რომლითაც
შეეცდება და ცდილობს ახლა ქართული ოცნება რომ ასე ვთქვათ გასრისოს პროტესტი დააშინოს და უკვე ხმის ამოღების უფლებაც კი აღარ მისცეს საზოგადოებას, მაგრამ რეაქცია იყო პროპორციულად ასე იგი ძალიან ნეგატიური მათთვის მოულოდნელი იყო. მე ვფიქრობ არ ელოდებოდნენ ესენი ხალხის ესეთ რეაქციას და ჩემი პოსტი რომელიც მამონარიდაც წაიკითხა ზუსტად მაგას გულისხმობს რომ ესენი თუ წავლენ აი ამ სისხლის ზღვრაზე და ეს ფაქტობრივად არის სისხლის ზღვრის დაანონსება, იმიტომ რომ შესაძ მომზადებული სპორტსმენები, პროფესიონალი მოჭხუბრები მიდიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის საცემრად, იმ მოქალაქეს ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვს წინააღმდეგობის შიშველი ხელით და ამ ასე ვთქვათ სადამსჯელო ჯგუფის ეფექტურობა იქნება ძალიან მაღალი, ხო? თუ 2-3 ესეთი ტიპის მებრძოლი მივა ჩვეულებრივ მოქალაქესთან, ამ მოქალაქეს კიდევ უმრებ შიშველი ხელით ასე პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდება, ფაქტობრივად რჩება უშანსოდ და ამ სისხლის ზღვას მოყვება უკუ რეაქცია დარწმუნებული ვარ და პასუხისმგებელი იქნება ქართული ოცნება ცალსახად და პასუხი საზოგადოებისგან, ხალხისგან, რომელიც არის გამწარებული, აი არ ვიცი, მე ამ გამწარების გაზომვა ძალიან მიჭირს, მაგრამ ყველა მხრიდან მესმის როგორი გამწარებული შეურაცხყოფილია საზოგადოების უმრავლესობა და კი უნდა ძალიან წარმოაჩინოს ქართულ ოცნებას რომ თურმე პროტესტი გადის რაღაც 150-200 აკაცუხზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის და პასუხი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და ხოცებისთვის ცალსახად, იმიტომ რომ ის ეს ბრიგადები, ასე ვთქვათ, სიკვდილის ბრიგადები დავარქვათ, მოდით ამას, იმიტომ რომ ესენი ფაქტობრივად არიან ის ადამიანები თუ გაბედავენ და დაიწყებენ თავის სადამსჯელო რეიდებს, ესენი ძალიან სასტიკად გაუსწორდებიან სიცოცხლისთვის, ძალიან საშიშ დაზიანებებს მიაყენებენ ადამიანებს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს, როდესაც ესეთი ტიპის სპორტსმენები შედიან აზარტში, მათი გაჩერება ძალიან რთულია და ეს ფაქტობრივად მომზადებული მანქანები არიან აი ესეთი სადამსჯელო აქციები. მაგრამ ოცნებამ ხო იცის დათო, ჩვენ ეს ხომ ნახეთ ბევრჯერ სადარბაზოებთან დახვედრა, საშინელი ძალადობა, მათ შორის აქტივისტებზე, აქციის მონაწილეებზე, ანუ ამ პროცესმა ვერ გააჩერა პროტესტი. ეხლა ფიქრობთ, რომ ლეგალურად მათი შემოყვანით პოლიტიკურ ველზე მიაღწევენ, ანუ ვინმეს გააჩერებენ, შეაჩერებენ, იმიტომ რომ აი რეპრესიები არის ისეთ წერტილში მისული, ეხა მაგალითად Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო ამ წუთას ვახოსანაია ციხის საკანში ზის, გიორგი ახობაძე ციხის საკანში ზის, ანუ და ეს შეიძლება ბევრ ადამიანში იწევს იმის განცდას, რომ ხომ არ ჯობს ეხლა თავი შევიკავო. კი, არჩევნები თუ იქნება წავალ და ოცნების წინააღმდეგ მივცემ ხმას, მაგრამ აი ეს რეპრესიების შესაძლებელია რაღაც შემაფერხებელი აღმოჩნდეს. ცემა ტყეპა არ აღმოჩნდა და თავდასხმები პროტესტის შემაფერხებელი. არ ვიცით ამეთანხმები თუ არა. ანუ უკუ რეაქცია შეიძლება ამას მოყვეს, არა? მე ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ ოცნებამ ვერ გატეხა პროტესტი. ვერ გატეხა ვერც ჯარიმებით, ვერც ტროტუარიდან ხალხის აყვანით, ვერც ციხეში ჩასმით, ვერც აი მიგზავნებით და აი ამ ცემატყეპით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეს გადაწყვეტილება, აი ესეთი ფორმის მიცემა უფრო გავს იმას, რომ უფრო ამძაფრებენ აი ამ რეპრესიულ მანქანას, უფრო პროფესიონალურ დონეზე აყავთ აი ეს ცემატყეპის ინსტიტუცია, მოდით ესე დავარქვათ ამას, ხო? იმიტომ რომ თუ მანამდე ის ტიტუშკები, ვინც მიდიოდნენ, მიარტყავდნენ რამდენიმეს რაღაცა, ყოველ შემთხვევაში ესე პროფესიონალურად ვერ ასრულებდნენ დავალებას, როგორც შეასრულებენ პირობითად ეს MMA-ის მებრძოლები. თუმცა მე აი ძალიან მიკვირს, რომ
MMA-ის მებრძოლები შეიძლება აი ამ საქმიანობაში ჩაითრიონ, აი რა ვიცი, გულით არ მინდა დავიჯერო, თუმცა ქართულ ოცნებას ძალიან კარგად გამოსდის სპორტსმენების ასე მოხიბლვა რაღაცა ბონუსებით და შემდგომში აი ამ ძალიან სამწუხაროდ ძალიან გული მტკივა, იმიტომ რომ მეც სპორტული ოჯახის წევრი ვარ და მართლა ძალიან გული მტკივა ამასთან დაკავშირებით, რომ აი ამდენი სპორტსმენი გამოდგა ტიტუშკა, რომლებსაც ქართული ოცნება ძალიან ბინძურად იყენებს. დაუბრუნდები იმას, რომ ვფიქრობ, იმას რომ უფრო საფუძვლიანად უნდათ რომ დალეწონ ახლა პროტესტის მონაწილეები აი ამ ადამიანებმა. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქაც ვერ გათვალეს ის თუ როგორ შეხვდა საზოგადოება აი ამ ინიციატივას და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთი შემთხვევა მოხდება, ორი შემთხვევა, მესამე შემთხვევა უკვე სხვანაირად გასცემს თვითონ ხალხი პასუხს ამას და ეს შეიძლება შეუქცევადად ძალიან ცუდ პროცესებში გადაიზარდოს, ძალიან მძიმე პროცესებში და როდესაც პოსტში დავწერო, რომ სისხლის მდინარეები დადგება, შეიძლება ასეც მოხდეს, იმიტომ რომ კოცების მხრიდან ეს ფაქტობრივად არის პირდაპირი ინიციატივა, პირდაპირი ასე ვთქვათ მოწოდება, რომ დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, ოღონდაც უკვე სისხლის მღვრელი. აი ძალიან მძიმედ უყურებ ამას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტში მონაწილე საზოგადოების გატეხვა მაინც არ გამოუვათ სულ რომ მთელი სპორტული სამყარო დარაზმოს ქართულმა ოცნებამ და გამოიყვანოს ასე ვთქვათ ხალხის წინააღმდეგ დასარბევად. აი მე დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისკენ და აი ამ კიდევ დამრბევ ჯგუფს ერთ ძალიან კარგ მისამართს მივცემ მათი პირველი кейსისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისამართს არ აიღებენ. ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა სიუჟეტი იმ რუსზე, რომელიც გვაგინებს, გვემუქრება და ასე ვთქვათ, მოუწოდებს რუსებს, რომ ქართველები დაჩეხონ, დაანაწევრონ, მოკლან და ასე შემდეგ. და ის რუსი საქართველოში არის, აი მისამართის გარკვევა მათ არ გაუჭირდება, სრულად წვიმის სააგენტო მიასწრებს მისამართს და იქნებ მოდი აი ძალიან უნდათ თავის გამოჩენა აი ამ რუსით დაიწყონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მტრებზე მათ ხელის აწევა არ გამოუვათ, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამის უფლებას მათ არ მისცემს და თვითონაც ისინი დარწმუნებული ვარ, რუსებს მტრებად არ აღიქვამენ, თორე ესეთი ენთუზიაზმით ოკუპაციის ხაზზე გასულიყვნენ და როგვიმზადებს რუსეთი ახლა სამაჩაბლოს ანექსიას, იქნებ ამაზე რაღაცა ეთქვათ, რომ მოდი დავირაზმოთ და რუსებს გავცეთ პასუხი. მაგრამ არა, სამწუხაროდ არა, ძალის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის მონაწილეებზე იგეგმება და არა მტრის წინააღმდეგ.